დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და გასწავლით როგორ დავიცვათ მოზარდები ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან. მე კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნერების დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ გუგულაშვილი ვარ და გიზიარებთ 5 მარტივ წესს, რომელიც გაგვიადვილებს მოზარდების ონლაინ აქტივობის მეთვალყურეობას სხვადასხვა პლატფორმაზე. დღევანდელ სამყაროში ინტერნეტის გარეშე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ თუ თქვენი შვილები ჯერ კიდევ მოზარდები არიან, მედია წიგნერების უნარები კი საკმარისად განვითარებული არ აქვთ, აუცილებელია ჩვენ უფროსებმა დავიცვათ ისინი ინტერნეტ საფრთხეებისგან. თუ ხარ მშობელი და ღელა შენი შვილის ონლაინ უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს 5 მარტივი წესი. თუ თქვენ შვილს TikTok-ის გვერდი აქვს, გირჩევთ გააქტიუროთ Family Fearing-ის ფუნქცია, რომელიც თქვენს მის ანგარიშთან დაგაკავშირებთ. ამით გექნებათ შესაძლებლობა გაფილტროთ შეუფერებელი კონტენტი და თვალი ადევნოთ მის შეტყობინებებს. თუ თქვენ შვილს YouTube უყვარს, გირჩევთ გადმოწეროთ აპლიკაცია YouTube Kids, რომელიც ანალოგიურ, თუმცა მეტად უსაფრთხო პლატფორმას წარმოადგენს. YouTube Kids-ში შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ რას უყურებს ბავშვი, დააყენოთ დროის ლიმიტები და დაბლოკოთ კონკრეტული არხები, რომლებსაც შეუფერებლად მიიჩნევთ. Facebook-ზე Family Center ფუნქციის გააქტიურებით შეგიძლიათ შეზღუდოთ თუ ვინ ნახულობს თქვენი შვილის პოსტებს. ამასთან მართოთ მეგობრობის მოთხოვნები და საერთოდ მიჩნევის შემთხვევაში საერთოდ გააუქმოთ ისინი. Instagram-ის შემთხვევაში გირჩევთ შექმნათ მეთვალყურეობის ანგარიშები, რითიც შეძლებთ გააკონტროლოთ თუ ვისი გამომწერია თქვენი შვილი და პირიქით. ამასთან აკონტროლოთ მათი ეკრანთან გატარებული დროც. მოზარდების უფლებებისა და უსაფრთხოების დარღვევის რისკი ონლაინ თამაშების დროსაც არსებობს. სწორედ ამიტომ უმეტეს სათამაშო კონსოლებს, როგორებიცაა მაგალითად PlayStation, Xbox და Nintendo, აქვთ მშობლის კონტროლის ზედა პარამეტრები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ ცდომა გარკვეულ თამაშებზე და მართოთ თუ ვის შეუძლია თქვენს შვილთან ონლაინ კომუნიკაცია. გარდა აპლიკაციების კონტროლისა, აუცილებელია მუდმივად ვიზრუნოთ მოზარდებში მედია წიგნერების კომპეტენციების განვითარებაზე, ამაში კი მშობლებს, მოზარდებსა და მასწავლებლებს ყველაზე მეტად ჩვენი Facebook გვერდი და მედია წიგნერების პლატფორმა media-წიგნერება.gi დაგეხმარებათ.